ტრანსფორმაცია იწყება შიგნიდან. ახლა ამ მომენტში ვარ გზაზე და არა რაღაც კონკრეტულ მომენტში გაჩერებული. ყოველ დღე რაღაც ახალი გაცნობიერებები, რაღაც ახალი გამოცდილებები, რაღაც ახალი ცოდნა, ახალი უნარები, ბევრი რამე გამოვიარე, მათ შორის დეპრესია, მათ შორის რთული პერიოდები, სიმარტოვის განცდა, პანიკური შეტევები, რეალურად ბევრი რამე ეშინოდა იმის, რომ არ იქნებოდა აღიარებული, ეშინოდა იმის, რომ არ ეყარებოდა ადამიანებს, ხო, ეშინოდა იმის, რომ მარტო იქნებოდა რაღაც ეტაპზე, ხო, მარტო სულობის ეშინოდა, ბევრი რამის ეშინოდა. და ეშინოდა ქმედების, ეშინოდა პასუხისმგებლობების. სიმარტოვესაც შეეხება, მან არის ორი ცნება, ანუ მე ჩემთვის მივხვდი, რომ არის მარტოსულობა და სიმარტოვე. მეორე არის დასრულის პოზიცია, რომელსაც უკვე აქვს იმისი მზაობა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეს. ყველა ადამიანს აქვს თავისი ფსიქოლოგიური სათვალე. ცნობილი შუახნის ასაკის კრიზისი ეგრეთ წოდებული, ეგეც რა თქმა უნდა მაგასთან არის დაკავშირებული. მივედი კოუჩინგში და თავიდან ვიყავი შოკში.